კითხებებისთვის 2025 წელი პლუტონის ტრანზიტი პირველ დეკადაში დაბადებულებისთვის ზოგიერთი შეიძლება ჩაერთოთ მსხვილ ფინანსურ პროექტებში და აქ დიდი მოგება მოგიტანოთ. მაგრამ ამავე დროს მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე და გადატვირთვა რა თქმა უნდა. ზოგთან კი პირიქით გათამაშდეს მემკვიდრეობის საკითხები, მისი მიღება, წვდომა სხვის ფინანსებზე. უარყოფითი კუთხით შესაძლოა სერიოზული ოპერაციის ჩატარება, არ არის სავალდებულო შესაძლებლობებზე ვსაუბრობ, ზოგთან გაამძაფროს შიშები, მანიპულაციის თემები, ან მანიპულაციის მსხვერპლი გახდეს ამ პერიოდში ადამიანი. ამიტომ, როდესაც ეს საკითხები გააქტიურდება, აუცილებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ. მარტის ბოლოს ნეპტუნის ტრანზიტი კი თქვენთან გაურკვეველ სიტუაციებს წამოწევს. გაურკვევლობა შესაძლებელია იყოს სამსახურში, შესაძლებელია ასევე დანაკარგებით, აქ შესაძლებელია იყოს ასევე დანაკარგი ერთ-ერთი მშობლის. ზოგმა იშოვოს სამსახური ან ნეპტუნის თემით, როგორც არის წამლებთან ურთიერთობა, ფარმაცია, ხელოვნება, უცხოეთი, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ყიდვა-გაყიდვის საკითხები, რომელიც ექსპორტ-იმპორტთან არის დაკავშირებული, ეს პერიოდი კარიერის საკითხებს ცოტა გაართულებს, ზოგ შესაძლებელია ბიზნეს დასუსტება მოუტანოს, სტატუსის დაკარგვა, ხოლო სატურნის გადასვლა მეტ პასუხისმგებლობას დაგაგვისრებ, პასუხისმგებლობა სამსახურში, თქვენი მიზნების განხორციელებაში, აქ ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, დაბკოლებებს აუცილებლად უნდა გაუმკლავდეთ, რთული სიტუაციები შესაძლებელია წამოიწიოს უფროსებთან, მაგრამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად მოგიწევთ ბრძოლისთვის კი საჭირო იქნება გათვლილი სვლები. ზოგი კი პირიქით ამ პერიოდში შეიძლება დაწინაურდეს კიდევაც. მარტი, სექტემბრის დაბნელებები თქვენთან დადებითად იმოქმედებს, ზოგთან გათამაშდება უცხოეთის თემები, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ზოგიერთთან დადებითად გადაწყდება საბუთებთან დაკავშირებული საკითხები, სწავლით ვინც ხართ დაინტერესებული, ძალიან კარგი შესაძლებლობების პერიოდი იქნება. მარტის რეტრო ვენერა ვერძი ზოდიაქოს ნიშანში მოგცემს შანსებს გადახედოთ თქვენს მიზნებს, მოერიდეთ კამათთა დაპირისპირებას ამ პერიოდში ურთიერთობებში, ურთიერთობები ყველა დონეზე, როგორც საქმიანი, ასევე პირადი კუთხით, ასევე გაუფრთხილდით ამ პერიოდში დანახარჯებს. მაისში სატურნის გადასვლას თქვენ სტატუსს შეეხება თქვენს მიზნებს, სადაც ძალიან დიდი ბრძოლა მოგიწევთ, მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. შესაძლებელია დაბკოლებებით, შეზღუდვა უფროსებისგან, კამათისა და დაპირისპირების ალბათობები თანამშრომლებთან, ან ზოგიერთი პირიქით დაწინაურდეს კიდევაც სამსახურში, მაგრამ ძალიან დიდი შრომის ფასად. ლილითი მორიელში შესაძლებელია კარმული სასიყვარულო ურთიერთობა განხორციელდეს თქვენთან და მოგიწევთ სრული ტრანსფორმაცია. ზოგთან ცდუნებები, ზოგთან პირიქით აქ გააცნობიეროთ და ნათლად დაინახოთ ის პრობლემები, რაც აქამდე აქტუალური იყო თქვენთვის. ფინანსურ კანალების გახსნაშიც დაგეხმარებათ ლილითის ეს ტრანზიტი, მეტი ინტუიციურობა და მეტი მიწოლა იქნება საჭირო, რომელიც დახმარების კუთხით ძალიან კარგ შესაძლებლობებს და შანსებს მოგცემთ. ივნისიდან კი იუპიტერი კირჩხიბში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვან დადებით პერიოდს განაახლებს თქვენთან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო ვისაც იუპიტერის მობრუნება გაქვთ, თქვენთან 12 წლიანი ციკლი ჩაიყრება, თქვენი თავის საუკეთესოდ გამოვლინების კუთხით იდეალური პერიოდი იქნება, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტულობა ამ პერიოდში. ამ პერიოდში მიმართული ხდება ადამიანი განვითარებაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე, ამიტომ საუკეთესო პერიოდი იქნება დადებითად იმუშაოთ საკუთარ თავთან, ასევე ზოგთან შესაძლებელია გათამაშდეს წონის მომატება და აქაც ეცადეთ, რომ არ გაგექცეთ წონა. ნეგატიურ გამოვლინებაში კი შესაძლებელია აქ გაზარდოს ქედმაღლობა, მიდრეკილება რისკისკენ და ამ პერიოდში ეცადეთ ეს სიტუაციები არ განახორციელოთ. იუპიტერის შემოსვლა დადებითად ამუშავეთ თქვენს თავთან. ივნისიდან კი ურანი, რომელიც გადადის წყუბების ზოდიაქოს ნიშანში, თქვენს ქვეცნობიერ დონეზე ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს. გადაფასება მოგიწევთ სიტუაციების.
და დაინტერესდებით საიდუმლო მისტიური ფსიქოლოგიური ქვეცნობიერი შესწავლის საკითხებით. ხოლო ნეგატიურ გამოვლინებაში ზოგთან შესაძლებელია გამოვლინდეს ფსიქოლოგიური პრობლემები, უცნაური შიშები ან ფარული მტრების მოულოდნელი გააქტიურება. მოკლედ კითხებებისთვის წლის დასაწყისი ცოტა სირთულეებთან შესაძლებელია იყოს ასოცირებული, მაგრამ აქ თქვენი ინტუიციურობა ჩართეთ და იმოქმედეთ ესე, ხოლო წლის მეორე ნახევარი საუკეთესო იქნება თქვენთვის და აუცილებლად საუკეთესოდ გამოიყენეთ, რომელიც ძალიან კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ თქვენი თავი გამოაღვინოთ საუკეთესოდ საზოგადოებაში. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.